პროექტის ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება მარიამ ჯვრის დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირაულის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება. 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ცხადია საქართველოს უერთდება ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობით. ძირითადი სამიზნე ჯგუფი ამ აქტივობებში მონაწილეობის არის სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეებისათვის დაცულ ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აქტივობას ახორციელებს. ყოველწლიურად ვმართავთ კონკურსს დაცულ ტერიტორიების თემატიკით. წლევანდელი თემა არის მსოფლიო გამოწვევა დაცულ ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებაში. შესაბამისად ამ კონკურსის მონაწილეები გამოვლინდნენ განსაკუთრებული აქტიურობით სხვადასხვა რეგიონებში და ამავდროულად ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებულები პროექტის ფარგლებში. მე მონაწილეობა მივიღე დაცული ტერიტორიების პროექტში ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას, სადაც წარმოდგენილი მქონდა დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და გავიმარჯვე. ამ პროექტის მიზანია ჩვენმა თანატოლებმა გაიგონ ბევრი დაცული ტერიტორიების როლის შესახებ ბუნებასთან მიმართებაში. ასეთი ინტეგრირებული პროექტები მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჯარო სკოლებისთვის, ვეცნობით კოლეგებს, ერთმანეთს უზიარებთ შეხედულებებს. ბუნება ეს არის მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნისა და აი სწორედ ბუნების სიყვარულით გაიზრდებიან ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.